ასოციაცია ამ დღეების განმავლობაში არის ხელისუფლების სამიზნე და ნახოთ რა პასუხი აქვს იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაზეც ლაპარაკობს კობახიძე. ლაშა, მოგესალმებით, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. თქვენი მოსაზრება წავიკითხე, სადაც განმარტება თქვენ ამბობთ, რომ პირიქით არის ის, რაზეც კობახიძე ელაპარაკება ხალხს, ხომ? აი რა არის პირიქით კონკრეტულად და თქვენი პოზიცია რაში მდგომარეობს ამ შეფასებების გათვალისწინებით? კი ბატონო, პირველ რიგში რომ დავზუსტეთ, აღნიშნულთან დაკავშირებით ეს ის მოცემულობა არის, სადაც ასოციაციის მიზანი და სადისტრიბუციო კომპანიების მიზანი, ადგილობრივი მწარმოებლების მიზანი თანხვედრაშია პრემიერის იმ განცხადებასთან, რომელიც საბოლოო მიზანზეა საუბარი, ხო? საბოლოო მიზანზე და იმ პრობლემებზე, რაც არსებობს საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან ურთიერთობაში. ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობთ აღნიშნული კანონის მიღებას, არაერთი წერილი გვაქვს გაგზავნილი შესაბამის უწყებებთან, რომ ამ მიმართულებით განხორციელებულიყო შესაბამისი აქტის მიღება და რეგულირება, რაც ხელშეუწყობდა ფასების სტაბილურობას, არ გადაჭრიდა ეს არსებითად, მაგრამ მნიშვნელოვნად დადებით როლს ითამაშებდა ნამდვილად ფასის ფორმულირებაში და პირიქით თანხვედრაში არის ჩვენი მიზანი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს მიღებული და აქ ჩვენ არ ვამბობთ, რომ რაიმე ახალი უნდა იქნეს გამოგონებული, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა. ეს რომელი კანონი? ჯერ კიდევ ღარიბაშვილი, რომელზეც საუბრობდა 2023 წელს, ლაშა, ამ კანონზე ლაპარაკობთ თქვენც, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ შემდეგ ეს საკითხი ბოლომდე არ მივიდა და ეხლა 2025 წლის მიწურულს უკვე ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს ამ საკითხის დარეგულირების აუცილებლობაზე და აუცილებლობაზე. ლაშა რიჟამაძე არის ჩვენი სტუმარი, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი. სწორედ მას უსვამთ კითხვას ამ არსებული სურათის გათვალისწინებით და როგორც ხედავთ, ლაშა ამბობს, რომ ამ ასოციაციის მიზანია, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი და აი როგორი ფორმებით, ლაშა, როგორ ხედავთ თქვენ ამ დარეგულირების საკითხს კონკრეტულად? ამ საკითხთან, კი ბატონო, ამ საკითხთან დაკავშირებით ასოციაციამ წარადგინა არაერთი ქვეყნის პრაქტიკული მაგალითი საკანონმდებლო, გააკეთა მისი ანალიზი, მიაწოდა შესაბამის უწყებებს ჯერ კიდევ გასულ წლებში და სისტემატიურად ეტაპობრივად მუდმივად ვითხოვთ ჩვენ, რომ ეს კანონი იქნეს მიღებული. მათ შორის ამ კანონის გარდა, რომელიც უბრალოდ აწესრიგებს ამ ურთიერთობას, აქ არ არის საუბარი, რომ ფასების ზღურების დაწესება და ასე შემდგომ. უბრალოდ, როდესაც ვამბობთ, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული cashback-ის გადასახადი, რომელსაც იხდის დისტრიბუტორი, რომელსაც იხდის წარმოებელი. იმიტომ რომ იძულებულია იმ მოცემულ რეალობაში იმისთვის, რომ ოპერირება შეძლოს. ეს ყველაფერი ისახება ფასში და ეს ახდენს ნეგატიურ გავლენას. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და ამას ვცდილობთ ამდენი წელია, რომ მივაწოდოთ ეს ხმა და მზადავართ პირიქით ნებისმიერ ეტაპზე დამუშავებული ინფორმაცია პირდაპირ საზღვარგარეთ ქვეყნის მაგალითები, ევროდირექტივა და მათ შორის ჩვენს მიერ არაერთ წერილი გაგზავნილი კონკურენციის სააგენტოსთან შესაბამის უწყებებთან, სადაც დეტალურად გვაქვს ეს ყველაფერი ჩვენ ჩაშლილი. და ფიქრობთ, რომ ეს დადებით როლს შეასრულებს, არსებითად ვერ გადაჭრის, მაგრამ ყველა მწარმოებლისთვის და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ეს იქნება ხელშემწყობი. ამიტომ თანხვედრაშია პირიქით, ანუ მაგიტომ ჩვენთვის ცოტა ბუნდოვანი არის და არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს სავარაუდოდ პრემიერს ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით და ფიქრობთ, რომ ეს დადებითად წაადგება ზოგადად ფასებს და ფასების სტაბილურობას. მათ შორის, რაც შეეხება სხვა დანარჩენ ნაწილს, უნდა აღვნიშნოთ რა, რომ ასოციაციამ გასულ პერიოდებში არაერთხელ მიმართა კონკურენციის სააგენტოს და მოითხოვა ინფორმაცია, ხომ არ ხდებოდა კონცენტრაცია გაერთიანებები რაიმე ისეთი ფორმით, რომელშიც შეიძლება გამსხვილება მომხდარიყო, რომ ასოციაცია შეიძლებოდა თავის პოზიციების წარდგენა, რა ნეგატიურ როლს შეიძლება ეთამაშა ამა თუ იმ გაერთიანების განხორციელებას. ანუ ჩვენი მხარე პირიქით ყოველთვის იმას ვცდილობდით,
მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ლაშა რიჟამაძე დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, მოქმედი პრეზიდენტი გვერდება პირდაპირ ეთერში და ისაუბრობს სწორედ იმ საკითხის გათვალისწინებით, რა აქცენტებიც ჰქონდა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრს ფასების კლებასთან დაკავშირებით. ლაშა რიჟამაძე, როგორც მოისმინეთ, ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ისინი მზად არიან, იყვნენ ამ მოლაპარაკების ნაწილი, რადგან თავადაც ჰქონდათ არაერთი ინიციატივა ამ პროცესში საკითხის დარეგულირების მიზნით, მაგრამ ეს პროცესი არასდროს ბოლომდე არ მივიდა. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში გიყვებოდით წინა წლებში ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ ინიციატივებზე, რომელიც ასევე არ მივიდა ბოლომდე. ლაშა, თქვენ აღნიშნეთ, რომ გქონდათ თქვენც ინიციატივა, მაგრამ ეს არავინ შეისმინა, ხო, ესე მოკლედ რომ ვთქვათ. ეხლა რა მიზანს ხედავთ ამ პროცესის და იმ განცხადებების გათვალისწინებით, ეხლა ყველა დეტალში არ მინდა შევიდე, რაც აქვს ხელისუფლებას. აი, რაღაც ფიქრობთ თუ არა, რომ შეიძლება გარკვეული, არ ვიცი, ან პირები, ან ასოციაცია, ან სხვადასხვა აქტორები ამ პროცესში იყვნენ სამიზნეები. აი, ამ საკითხს როგორ შეხედეთ და ამგვარად ამ თემის აქტუალიზაციას საბოლოო მიზანზე გავიგერო, თქვენი მიზანიც არის, რომ ეს ამბავი დარეგულირდეს და სულაც არ ხართ წინააღმდეგები. ალბათ გაგვიჭირდება რაიმე კონკრეტული თქმა და ამას უშუალოდ შესაბამისი სამსახური თუ შესაბამისი პირები გააკეთებენ და ამას დაინახავს ალბათ საზოგადოება. უბრალოდ ერთი რაც მთავარი გახლავთ, მიზანი არის ის, რომ ამდენი წელი, რასაც ითხოვს მთლიანად სექტორი, სადისტრიბუციო სექტორი და ადგილობრივი მწარმოებელი, მათი ინტერესების და იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც აქვთ მათ რეალურად დღეს ბაზარზე, მოხდეს გარკვეული ტიპის რეგულირება. თუ სადმე არსებობს კითხვა შესწავლასთან დაკავშირებით, უნდა იქნეს შესწავლილი ის, ჩვენი აზრია ეს, თუ რატომ შეჩერდა 2 წლის წინ დაწყებული კანონპროექტის, თუ 2-3 წლის წინ, როდესაც წინა პრემიერის დროს ინიცირებული იყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფორმატში გარკვეული კანონპროექტი, რატომ შეჩერდა ეს და ეს ალბათ ყველაზე უფრო საინტერესო იქნება და ეს შეიძლება ერთადერთი გამოიკვლიოს კომისიამ? შესაბამისა უწყებამ. თუნდაც ჩვენ კომისიის კუთხითაც პირიქით მაქსიმალურად ვცდილობთ ნებისმიერ პარლამენტარს, ნებისმიერ უწყებას მივაწოდოთ ინფორმაცია და ათეულობით წერილი შეგვიძლია შესაბამის სამსახურიდან ამოვიღოთ, რომ ჩვენ ყოველთვის ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ და ჩვენს მიერ არის ეს პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიწოდებული. უბრალოდ ფაქტი გვაქვს და მოცემულობა ის, რომ დღემდე ეს რეგულაცია არ არსებობს და აქამდე როდესაც არსებობდა შეჩერდა. რატომ შეჩერდა? ალბათ საინტერესო კითხვა ეს შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში. გასაგებია, დიდი მადლობა ლაშა, დაგემშვიდობებით. ლაშა რიჟამაძე, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. როგორც მოისმინეთ,